დავიწყოთ ბიუროს ხდომა. მაშასე ახალი საკითხებია განსახილველთა შორის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს არის პაკეტი კანონის პროექტი მაუწყებლის შესახებ, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ. ეს არის ამ პაკეტის შემადგენელი კანონპროექტები. კანონის პროექტი გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც არის ორ პროექტიანი პაკეტი, რომელიც მეორე არის ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის არა, უკაცრავად, ეს არ არის პაკეტი, ეს ცალკე საკითხია ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. განიხილება დაჩქარებული წესით. და დავეთანხმოთ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა ხედავთ, რომ დაჩქარება არის ამ საკითხისა აუცილებელი და საჭირო. პირველი პაკეტი დაჩქარებული იყო? ბატონო? კი ბატონო. კი ბატონო. 30 მუხტს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ასევე პაკეტი წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს საკითხებს ვიდრე 56 პუნქტამდე. მონიშნვისათვის, ანუ ბოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ არის ბოლო კანონპროექტი ამ პაკეტიდან. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც საკმაოდ ვრცელი პაკეტი გვაქვს, რომელიც 57 არის ეს საკითხი და მთელ რიგ ცვლილებებს მოითხოვს სხვადასხვა კანონებში 76 მუხლში მოცემული კანონის ჩათვლით. გვაქვს ასევე ახალი საკითხი, რომელიც მოცემულია 127 მუხლში, ეს არის საქართველოს კანონის პროექტი მედიაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც პაკეტია, აქ 4 კანონპროექტი გვაქვს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილება, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და საქართველოსა და აზიის განვითარების ეს სამი კანონია, კანონპროექტი ამ პაკეტში და შემდეგი არის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკის შორის სასესხო შეთანხმება, ეს უკვე გავლილი საკითხი გვაქვს, ჩვენ ვიცით ამის შესახებ და დღის წესრიგში ახალი არ არის. 131 საკითხია პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს როგორც მიმღების და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის დაფინანსებული პროექტი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ამით განხორციელებელი სააგენტოა ეს და ამ ჩვენსა და მას შორის საგრანტო შეთანხმების ნომერი პირველი ცვლილების შეთანხმების რატიფიცირებაზე გვექნება მსჯელობა 131 მუხლის მიხედვით. 132 მუხლი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების ნომერი პირველი ცვლილების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ესეც არის ახალი საკითხი. საორგანიზაციოში არაფერი არ აგვაქვს ამჯერად და ახლა გადავინაცვლოთ ბიუროდან სასესიო დარბაზში. დიდი მადლობა. განცხადებები თუ არ არის, ხდომა დამთავრებულია. მადლობთ.